გამარჯობა, ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. ახალ ამბებს მე თამარ გორხელაშვილი გაგაცნობთ. ახლა კი ვნახოთ ანონსი. სამოცდაათიან წლებში ადიდებულმა თელავის ხევმა ქალაქი 15 მილიონით აზარალა. 38 წლის შემდეგ თელაველები ისევ მოსალოდნელ საფრთხეებზე ალაპარაკდნენ. ანალოგიური შეიძლება განმეორდეს, რაც მოხდა თბილისში. წელიწადში ალბათ ერთხელ მაინც უნდა ხდებოდეს ამისი დათვალიერება. ჩაშლილი თუ გადადებული ნატოობა, რატომ არ აღნიშნეს 14 ივნისს ნატო-ვაჩნაძის დაბადების დღე გურჯაანში? ინფრასტრუქტურული პროექტები გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაიწყო თუ არა სამუშაოები? მიხარიან ჩვენ სოფელში ახალშენში რომ ასეთი კარგი რამე გაკეთდა. აბსოლუტურად ყველაფერს ცვლიან ჭერიდან მოყოლებული. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ვადამ გადაიწია. რა გახდა ამის მიზეზი? პროცესი სავარაუდოდ დაიწყება ივლისისთვის. გურჯაანის ალაზანი რამაზ შენგელიას სახელობის თასის მფლობელია. რას ნიშნავს ეს ტიტული საფეხბურთო გუნდისთვის? ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ პირველი თასია. საღამო მშვიდობისა. ნაწილობრივ გაწმენდილი ხევი და სტიქიის საფრთხე თელავში მოსახლეობა ჩივის რომ უკვე წლებია კალაპოტი მთლიანად არ გაწმენდილა. მათგან განსხვავებით უშიშრად არიან ქალაქის მერიაში და აცხადებენ რომ ამ მხრივ საშიშროება არ არსებობს. სანამ მერია მშვიდადაა, თელაველები 1977 წლის სტიქიას იხსენებენ, როდესაც ხევმა ქალაქი 15 მილიონით აზარალა. ნინო სამიაშვილის სიუჟეტი თელავიდან. თელავში ქეთევან წამებულის ქუჩაზე მდებარე ეს ხევი სუფთად და ლამაზად მხოლოდ ქალაქის ცენტრში გამოიყურება. რაც უფრო შეორდება სამხარეო ადმინისტრაციის შენობას, მით უფრო დაბინძურებულია. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა კი ხევის სათავეზია. თელავის ეს ხევი წლებია არ გაწმენდილა. აქაურების ინფორმაციით იგი მდინარე ვერეზე არანაკლებ საშიშია. აქაურები ექსპერტები იხსენებენ 1977 წელს როგორ ადიდდა ხევი. მაშინ 40 წუთის განმავლობაში მოსულმა ნალექმა დატბორა სახლები და თელავი 15 მილიონი ლარით აზარალა. სახლების დაიტბორა, ბევრი მატერიალური ზარალი იყო, მაღაზიები, უნივერმაგები, რაღაცეები, აბსოლუტურად გარეცხა გაიტანა ყველაფერი. სიუგობორის მიმდებარე ტერიტორია არის შესული წითელ ზონაში, ვარცოფის საშიშროებაში. ანალოგიური შეიძლება განმეორდეს, რაც მოხდა თბილისში და ჩვენ მივიღოთ არა მარტო ფინანსური და ეკონომიური ზარალი, არამედ მივიღოთ მორალური ზარალი და ეს იყოს ძალიან დამღუპველი ქალაქისთვის. ექსპერტის შეფასებით საჭიროა ხევი ყოველწლიურად გეოლოგებმა შეისწავლონ. ბოლოს როდის მოხდა თელავის ხევის დათვალიერება კი ეს უცნობია. მარტო გაწმენდა არა. წელიწადში ალბათ ერთხელ მაინც უნდა ხდებოდეს ამისი დათვალიერება, რომ თუ აი ესეთი რაღაც საშიშროების რაიმე პატარა არის რაღაც მოსალოდნელი რაღაცა იმის აღმოფხვრა ადვილია ხოლმე დასაწყისში. ამ ხელმა სტიქიის საფრთხე რომ არ შექმნა საჭიროა ქვაღორღის, ბუჩქებისა და ნაგვის-კან გაიწმინდოს. დაზიანებული ჯებირები კი გამაგრდეს. გარდა იმისა რომ იგი საშიშროებას ქმნის, ირგვლივ მაცხოვრებლებს ანტისანიტარიის პრობლემაც ექმნებათ. ფაქტი არა, სათავეში უნდა გაწმენდილიყო, რომ ის ნაგავი ისევ აქეთ არ წამოვა. მაგრამ რა ვიცი, აბა ინჟინრები და ხო იყვნენ. რა საფიქრობენ რა არ გაწმინდეს? აი ამ ხიდამდე გაწმინდეს, აი. იმის ზემოთ ნაგავი ადამიანი იქ არ უნდა დაგაწმინდა, გაწმინდა. ჯებირები თუ სათავეში არ გამაგრდა. რაც კიდე ქვემოთ გაკეთეს, ზემოდან თუ არ დაიწყო სათავიდან გაკეთება. არ იქნება ისა, დაცული მაინც მოსახლეობა. ჩვენ მერიას კითხვით მივმართეთ თუ რატომ არ გაწმინდეს ხევი აქამდე. პრესამსახურმა კი გვიპასუხა რომ ეს დღის წესრიგში მომავალში დადგება. მინდა გითხრათ რომ სამომავლოდ აუცილებლად მოხდება ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება და მინდა გითხრათ რომ მსგავსი საფრთხე თელავს ნამდვილად არ ემთხვევა. კონკრეტული პასუხი მერიას არ გაქვთ. მინდა გითხრათ რომ სამუშაო რეჟიმში ვართ რა და ანუ დანარჩენი კომენტარებით როგორ გადაწყდება ეს საკითხი ამაზე გავაკეთებთ კომენტარი. არავის ეგონა რომ მდინარე ვერე რამდენიმე წუთში მოსახლეობას ასეთ დიდ საფრთხე შეუქმნიდა. თელავის პრესამსახურის ინტერვიუდანაც ჩანს რომ არც მათ გონიათ რომ საშიშროება მართლაც სერიოზულია. არა და თელაველების შეფასებით თუ ხევი არ გაიწმინდა, მათი სიცოცხლე რისკის ქვეშ დადგება. 14 ივნისი ნატოობაა, თუმცა დღესასწაული გურჯაანში არ გამართულა. სახლ-მუზეუმში ამ დრომდე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სამშენებლო ორგანიზაციისთვის თანხა ტენდერის გარეშე გამარტივებული შესყიდვის ფორმით. იმ მოტივით გამოყო, რომ სამუშაოები 14 ივნისამდე დამთავრებულიყო, რასაც საკრებულოს ხდომაზე დეპუტატთა ნაწილის პროტესტი მოჰყვა. გაიმართება თუ არა ნატოობა გურჯაანში საკითხს ეთერ-თეთრაძე არკვევდა.
იცით 14 ივნის ნატოობა და რადგანაც ჩვენი სამუშაოებიდან ეს ისეთი კოდია, რომელიც ელექტრონულ ტენდერზე გადის 21 დღიანია და ვერ ესწრება, ამიტომ ინფრასტრუქტურა მომზადდა პროექტი, უბრალოდ მეწარმოადგენენ ახლა, რომ იქნებ როგორც გადაუდებელი გამარტივებული შესყიდვაზე მოგცეთ თანხმობა. ნატოობის დღესასწაულამდე 2 კვირით ადრე გამგეობამ საკრებულოს გამარტივებულ შესყიდვაზე ნებართვა იმ მიზეზით სთხოვა, რომ ტენდერი აღარ ესწრებოდა. არადა მუზეუმში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასამთავრებელი იყო. საქმე 5600 ლარს ეხებოდა, ამიტომ საკითხი დეპუტატთა ნაწილმა გააპროტესტა. მათ გამგეობას ურჩიეს, რომ ასეთ თემებზე დროულად იზრუნონ. ნატოობა ისე მცოცავი გრაფიკით არის, ხალადრია ხალბიან არის, ანუ იმ დროს ნატოობა არის, მარიამობა თუ ის არის, რა ქვია, გიორგობა, ის არის ყოველთვის ერთი და იგივე რამდენი დავიწყოთ მე რომ მაგაზია ლაპარაკი. პროტესტის მიუხედავად გამგეობამ ნებართვა მიიღო, თუმცა სამუშაოები მაინც ვერ მოესწრო. ამჟამად ეწყობა ექსპოზიცია, იმიტომ რომ სურათების რესტავრაცია იყო საჭირო. ცოტა გაიწელა დროში და ვერ მოვასწარით 14-ისთვის. რაც შეეხება ეზოს რეკონსტრუქციას, ამაში ძალიან გვეხმარებიან და კეთდება. ხელშეკრულება გამარტივებული შესყიდვის წესით ინდმეწარმე ნუკრი გაჩეჩილაძესთან დაიგდო. სამუშაოების ჩასატარებლად 5600 ლარი გამგეობამ 4700 კი მუზეუმების გაერთიანებამ გამოყო. როგორც ის ამბობს, მას ამ თანხით ძველი წერტილებისა და გარე განათების მოწყობა და დანგრეული გალავნის აღდგენა დაევალა. სამუშაოების დასრულების ვადა კი 21 ივნისამდე აქვს. ეს სამუშაოები ნაწილობრივ დააფინანსა მუზეუმის გაერთიანებამ 4700 ლარით და ნაწილობრივ დააფინანსა ქალაქის გამგეობამ 5600 ლარით. სამუშაოები უნდა დასრულდეს 21 რიცხვში, მაგრამ მე მგონი უკვე დღეს 17 რიცხვში, თუ არა ხვალ მაინც აუცილებლად 18-ში დავასრულებთ ამ სამუშაოებს. რატომ გადაიდო და როდის გაიმართება ნატოობა, ჩვენ ეს კითხვა გურჯაანის მუნიციპალიტეტის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსს დაუსვით. როგორც იცით, ეს არის ისეთი კოდით სამუშაოები, რომლის ტენდერი არის 21 დღიანი და გადავიდოდა ივლისში მისი შესრულება. ამიტომ ივნისი არის ნატოობის დღე, ამ თვეში. და ელდარ შინგელაი აპირებდა სავარაუდოდ ღონისძიებას ამ თვის ბოლოსთვის და ამიტომ დაიდო ხელშეკრულება გამარტივებული საკრებულოს დეპუტატთა გადაწყვეტილებით ხმათა უმრავლესობით მისცეს მას უფლება გამარტივებული შესყიდვით განხორციელებული იყო ეს შესყიდვა. სამუშაო ჩაბარებულია 15-ში და თანხაც ანაზღაურებულია. წელს ნატო ვაჩნაძის დაბადებიდან 111, ხოლო გარდაცვალებიდან 62 წელი შესრულდა. წლების წინ ნატოობას გურჯაანში სახალხო დღესასწაულის სახე ჰქონდა. 9 წლიანი პაუზის შემდეგ კი ბოლოს 2013 წელს აღინიშნა. გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებითა და ასევე სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში უკვე აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს, რითაც მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემები მოუგვარდებათ. რემონტდება საბავშვო ბაღები, იგება გზის საფარი, კეთდება გარე განათება და მიმდინარეობს წყლის სისტემის რეაბილიტაცია. დასრულებული და მიმდინარე სამუშაოები დღეს ვერაიაშვილმა მოინახულა. გურჯაანის მესამე საბავშვო ბაღში აღსაზრდელები ერთი კვირაა, რაც დაითხოვეს მიზეზი მიმდინარე სამუშაოებია. შენობას სრული რემონტი ჩაუტარდება, მთლიანად შეიცვლება ინფრასტრუქტურა და სექტემბრისთვის ახალ სასწავლო წელს ბავშვები თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ბაღში შეხვდებიან. აბსოლუტურად ყველაფერს სულიან, ჭერიდან მოყოლებული ჯგუფები, მეტალოებს სვავენ, კედლებს ზოგს ანგრევენ და აერთიანებენ სამზარეულოს და სხვადასხვა ადგილებს. წლების განმავლობაში ბაღში რემონტი არ ყოფილა და რა თქმა უნდა ყველაფერი იყო დაძველებული და გაფუჭებული. სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში სარემონტო სამუშაოები სოფელ ახაშენის სამების გზაზეც მიმდინარეობს. აქ უკვე დააყენეს გარე განათების 21 ლამპიონი და ამჟამად წყლის ჭაბურღილს აკეთებენ. სულ სოფლის მხარდაჭერი პროგრამასთან დაკავშირებით 47200 ლარი არის გამოყოფილი. აქედან გადანაწილდა სოფელში ჩატარდა სოფლის კრება, რომელიც ამ უბნის მოსახლეობამ მოითხოვა გარე განათება, რომელიც თითო საყდენის გამოტოვებით, რადგან
თანხა ისე გადანაწილდა, რომ მთლიანად ვერ შევავსებდით. მიხარიან ჩვენ სოფელში ახალშენში, რომ ასეთი კარგი რამე გაკეთდა. წლების განმავლობაში აი ამ გზაზე ვერანაირად ვერ ამოდი წყალი რამე ყველაფერი ძალიან ცუდი ამოსასვლელი იყო აქ ეკლესიაში თითქმის ნამდვილად ვერ მივდიოდით. ჩაბნელებული, დიახ, ჩაბნელებული, ეხლა განაცდა და ძალიან კმაყოფილები ვართ. ახალშენს არ აღირსებია განათება და ეხლა გვეღირსა. ბედნიერები ვართ, რომ განათება გვექნება. გამოვართ გარეთ განათებაში დავждებით, ბავშვები ირბენენ, სიბნელეში არ იქნებიან. რასაც აკეთებენ გვიხარიან. ეს კი ზემო გურჯაანში კვირაცხოველის უბანია, სადაც წლებია არც წყალი ჰქონდა და არც გარე განათება. სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში კი ამ უბნელებს ორივე პრობლემა მოუგვარდათ. აი ჩვენ უბანში შულო ძალიან მადლობელები ვართ ამ მთავრობისა. არც ერთი უმადური არ არის, იმიტომ რომ გარე განათება, რომელიც იყო ჩაბნელებული და ტუნელი არა და აქ ეს არის ცენტრალური გზა, მთელი ქვეყანა სამი სოფელი დადის აი ამ გზაზე, ვენახები აქ და სულ ყველა აგდადიან, არც განათება ქონდა, არც წყალი ქონდა, წყალი გვაქვს, ძალიან კმაყოფილები ვართ, დაღელი და წოტილები მოვდიოდით, წყალზე აი აქ მოვდიოდით. ეხლა გარე განათებაც კარგი გვაქვს და წყალიც კარგი გვაქვს. გურჯაანის გამგეობის ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სარემონტო სამუშაოები უკვე 25 ობიექტზე მიმდინარეობს და ჯერჯერობით გარე განათების და წყლის პრობლემის საკითხები მოწესრიგდება. სულ რაიონში პროექტების განსახორციელებლად 1,95,561 ლარი დაიხარჯება. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ვადამ გადაიწია. რა გახდა ამის მიზეზი? პროცესი სავარაუდოდ დაიწყება ივლისისთვის. გურჯაანის ალაზანი რამაზ შენგელიას სახელობის თასის მფლობელია. რას ნიშნავს ეს ტიტული საფეხბურთო გუნდისთვის? ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ პირველი თასია. დღეს საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე არ გადავიდა ვადის გადაწევის ერთ-ერთი მიზეზი დედაქალაქში მომხდარი სტიქიური მოვლენაა. მთავრობის ამ გადაწყვეტილებას რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი დადებითად აფასებს. ნათია კუპრაშვილის ინფორმაციით, ტელევიზიების ციფრულ მაუწყებლობას სავარაუდოდ ივლისიდან დაიწყებენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს შეფერხება ასეთ სტიქიური უბედურებების პერიოდში ინფორმაციის გადაცემის შესაბამისად. ალბათ გუშინდელი გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობის ხდომაზე იქნა მიღებული და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაჟღერებული, რომ 17 ივნისს არ მოხდება დაწყება ანალოგური მაუწყებლობიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის, იყოს სწორი გადაწყვეტილება. შესაბამისად, მაყურებელმა უნდა იცოდეს, რომ 17 ივნისს არც ერთი მოქალაქეს, რომელსაც ჰქონდა ანალოგური მაუწყებლობით სიხშირული არხების მიღების შესაძლებლობა დარჩებათ, არ გაეთიშებათ ანალოგური მაუწყებლობა და პროცესი სავარაუდოდ დაიწყება ივლისისთვის, კონკრეტული თარიღი დგინდება, თუმცა ჯერჯერობით არ არის ცნობილი გრაფიკი. საერთაშორისო ასოციაციის საჩუქარი დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ბენეფიციარებმაც მიიღეს. თელავის შემდეგ ასოციაციამ საქართველოს ქალების მშვიდობისა და სიცოცხლისათვის სტანდარტული ეტლების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 18 პირს გადასცა. მათი ინფორმაციით, ორგანიზაცია ადგილობრივი თვითმმართველობის სოციალურ სამსახურებთან სისტემატურად თანამშრომლობს და ეტლებს ყოველწლიურად არიგებს. გამგეობის ინფორმაციით, რაიონში ეტლის მსურველი კიდევ 22 ბენეფიციარია. პერიოდულად ვაკეთებთ ასეთ კვლევებს ჩვენ თანამშრომლობთ ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან, ძირითადად სოციალურ სამსახურებთან და ვისაც ჭირდება აქვს სურვილი რომ კონდეს ან დაუშვათ აუცილებლობით არის გამოწვეული, მიაკითხოს ადგილობრივ სოციალურ სამსახურებს, დატოვა ფორმა 100 განცხადებები. ახლა მე ვერ გეტყვით რომ ძალიან სწრაფად იქნება ერთ დღეში, ორ დღეში, ერთ თვეში, მაგრამ იმის და მიხედვით რა შესაძლებლობებით გააჩნია. მამა მყავს ინვალიდი პირველი ჯგუფის, ფეხები არ აქვს, მოჭრილი აქვს ორივე ფეხი და გვაძლევენ კალიასკას და დიდი მადლობა ამისთვის. რა სოციალურად დაუცველი და მქონდა საშუალება და ეხლა რო გავიგერო იქნებოდა წამოვიდი. შემახვედრეს. რამდენი სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეა და როგორ მიმდინარეობს სიღნაღისა და დედოფლის წყაროს სკოლებში ბავშვთა ინკლუზიური განათლების პროგრამა. ამ საკითხებზე ინკლუზიური განათლების სამმართველომ დედოფლის წყაროში კონფერენცია გამართა. ღონისძიება სოფელ ხორნაბუჯის სკოლაში გაიმართა და მასში სიღნაღისა და დედოფლის წყაროს საჯარო სკოლების დირექტორები და სპეცპედაგოგები მონაწილეობდნენ. მათ გასული სასწავლო წლის შედეგებზე, მიღწევებსა და ხარვეზებზე ისაუბრეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.
პედაგოგების სკოლებში დანიშნა 2013 წლიდან გახდა პრიორიტეტი და ეს არის ახალი, ასე ვთქვათ, ინიციატივა საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროდან, რომლის თანახმადაც ყველა სკოლაში, სადაც არის თუნდაც ერთი საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვი, იქ ემატება აუცილებლად სპეცპედაგოგი ან ფსიქოლოგი. ძალიან დიდი რაოდენობა არის ბავშვების, რომლებიც შეფასდნენ და მიენიჭათ სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების სტატუსი და ხორციელდება სპეციალური მათთვის დაგეგმილი აქტივობები, რომლებიც ამ ბავშვების სოციალურ უნარებს განავითარებენ აკადემიურ უნარებთან ერთად. გვაქვს სპეციალური საჭიროების ბავშვთათვის ოთახი მოწყობილი, ბავშვები ხატავენ, ეცადინეობენ, ატარებენ თავისუფალ დროს ყვართი ოთახში ყოფნა. მასწავლებლები სპეციალურად დატრენინგებულები არიან, 6 თვიანი ტრენინგები აქვთ მათ გავლილი და სერტიფიცირებულები არიან. საკმაო რაოდენობის ბავშვი არის უკვე ჩართული 8 სკოლიდან, დაახლოებით 50-მდე არის კიდე სხვა სკოლების განაცხადები შეტანილი და ველოდებით კომისიის დასკვნას. გურჯაანის ალაზანი რამაზ შენგელიას სახელობის თასის მფლობელია. ეს ტიტული საფეხბურთო გუნდმა ლიახვის აჩაბეთთან გამარჯვების შედეგად მოიპოვა. საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგის ცენტრალური ზონის რამაზ შენგელიას სახელობის თასის ფინალური მატჩი საბურთალო ბენდელა სტადიონზე გაიმართა. თამაში 1-0 დასრულდა. ამ დროისთვის გურჯაანის საფეხბურთო გუნდი ალაზანი სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და სათავეში მდგომ ცხინვალს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. გადავა თუ არა გუნდი პირველ ლიგაში უახლოეს ხანში გახდება ცნობილი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო დავისახეთ მართლა იანვარში, დავისახეს თასის აღება და ჩემპიონატში პირველ ადგილზე გასვლა. გავამართეთ თასი ავიღეთ, მაგრამ ის გამო 1 ქულით ჩამოვშეთ ცხინვალს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ პირველი თასია კლუბისთვის და ეს დარჩება კლუბის გურჯაანში. გამოშვებას რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ, რომელსაც თამარ ჭანყოშვილი გაგვაცნობს. ლაგუნა ვერესთან სპეცრაზმელებმა თეთრი ვეფხვი მოკლეს. მტაცებელმა დღეს დილით 2 ადამიანი დაგლიჯა, ერთ-ერთი დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს ზოოპარკის დირექტორი. ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე ობიექტების თანამშრომლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ ტერიტორია აქამდე არ შემოწმდა. სახელმწიფო ხაზინისა და კომერციული ბანკების ანგარიშებზე სხვადასხვა ორგანიზაციებისა და კომპანიების მიერ შემოწირულობების სახით მობილიზებულია 4.200.000 ლარი. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა საგანგებო შტაბის ხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა კი მედიას მიმართა, რომ იმ გმირების შესახებ მოამზადონ სიუჟეტები, რომლებიც სტიქიის უშუალო მონაწილეები არიან. ჩვენ მუშაობთ რამდენიმე მიმართულებით. უპირველეს ყოვლისა ელჩებსაც და საფინანსო ინსტიტუტებსაც ვთხოვეთ, რომ დახმარების დიდი ნაწილი ჩვენ გვინდა იყოს ფინანსური დახმარება, ვინაიდან ამ ეტაპზე ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, თუმცა იქიდან არის შემოთავაზება როგორც ტექნიკის, ისე ინტელექტუალური დახმარება, ტექნიკური დახმარება, ექსპერტები და ასე შემდეგ. ამ მიმართულებით ჩვენ მათთან აქტიურად ვიმუშავებთ. კოლეგა მინისტრებს, რომლებიც არიან ჩართულები, მე უკვე მივმართეთ თხოვნით, რომ დილისთვის ჩვენ მივიღოთ ინფორმაცია საჭიროებების შესახებ, რომელსაც ასევე ხვალვე მივაწვდით. მადლობთ. კიდევ ერთხელ მე მინდა მედიას ვთხოვო, რომ ამ გმირობის ისტორიებზე, რომელიც მე წავიკითხე რამდენიმე და ამის უამრავი მაგალითი გვაქვს ჩვენ, ვთხოვთ, რომ მომზადდეს სიუჟეტები და ჩვენი მხრივ მთავრობა დავბეჭდავთ ამ ისტორიებს, გამოვცემთ ამ ისტორიებს და ძალიან კარგი იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის. კიდევ ერთხელ მათ გავაცნოთ თუ როგორი გმირები ყავს ჩვენ ქვეყანაში. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბულგარეთის პრეზიდენტს როსენ პლევნევიევს ჯერ პირისპირ და შემდეგ გაფართოებულ ფორმატში შეხვდა. ოფიციალური ინფორმაციითავლაბრის სასახლიდან საქართველოსა და ბულგარეთის პრეზიდენტებმა გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. შემდეგ კი გიორგი მარგველაშვილმა ბულგარელ კოლეგასთან ერთად სტიქიის ზონა მოინახულა.
ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიული საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილისა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან ასელბორნის შეხვედრაზე. ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა მწუხარება გამოთქვა 13 ივნისის ტრაგედიის გამო და საქართველოს მთავრობის მეთაურს მიუსამძიმრა. მხარეებმა საქართველოს ევროკავშირისა და საქართველოს ნატოს ურთიერთობებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 1 ივლისიდან ლუქსემბურგი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. ასეთი იყო დღეს რეგიონს გარეთ განვითარებული მოვლენები, მე გემშვიდობებით ნახვამდის. 126 მეტრის სიმაღლიდან კალათში ჩაგდებული ბურთი გინესის რეკორდებში მოხვდა. ვულკანის ამოფრქვევის უნიკალური კადრები. გამოშვებას უცხოეთის ამბებით განვაგრძობთ. რუსეთის სამხედრო რიტორიკა საშიშია. ამის შესახებ BBC-ს ცნობით ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისივე თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ნატო მომავალში დარჩეს ალიანსად, რომელიც უზრუნველყოფს ყველა წევრი ქვეყნის ნებისმიერი საფრთხისგან დაცვას. მანამდე კი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი 2015 წელს თავის ბირთვულ არსენალს 40-ზე მეტ ბალისტიკურ რაკეტას შემატებს. აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდის შესახებ განაცხადა. შვეიცარიის გენერალურმა პროკურატურამ FIFA-ს საბანკო ანგარიშების ირგვლივ საეჭვო ქმედებები შენიშნა. ამის შესახებ BBC-ს ცნობით, შვეიცარიის პროკურატურა იტყობინება. გენერალური პროკურორი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით FIFA-ს პრეზიდენტი იოზეფ ბლატერიც დაიკითხოს. მისივე თქმით, შვეიცარიის პროკურატურა FIFA-ს კორუფციულ საქმესთან დაკავშირებით დიდი რაოდენობის ინფორმაციის ანალიზს ახდენს. შვეიცარიელი გამომძიებლები FIFA-ს ხელმძღვანელებს 2018 და 2022 წლებში მსოფლიო ჩემპიონატის გამართვის ადგილის არჩევის დროს უკანონო ქმედებებში ადანაშაულებენ. თურქეთის ყოფილი პრეზიდენტი სულეიმან დემირელი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება, გავრცელებული ცნობით ბოლო პერიოდში ის სასუნთქი გზების მწვავე ინფექციით იკვლავად. 50 წლიანი პოლიტიკური კარიერის მანძილზე სულეიმან დემირელი 7-ჯერ თურქეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. მისი მთავრობა 2-ჯერ გადააყენა ქვეყნის სამხედრო ძალამ. ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც პალიტრატივიმ გაავრცელა. ავსტრალიური ჯგუფის წევრმა ბრედ სტენფორდმა კალათბურთის კალათში ბურთი 126 მეტრის სიმაღლიდან ჩააგდო. ტრიუმფის შესასრულებლად სტენფორდი კუნძულ ტასმანიაზე გაემგზავრა, სადაც მდინარე გორდონზე იმავე სახელწოდების კაშხალი მდებარეობს. რამდენი მცდელობა დასჭირდა სტენფორდს ბურთის მიზანში ჩასაგდებად უცნობია. ნასროლი გინესის რეკორდების წიგნში შეიტანეს. სტუდია Times Storm Films-მა ვიდეო საკუთარ გვერდზე ჩილეში ვულკან კალბუკოს ამოფრქვევის მოკლე ვიდეო გამოაქვეყნა. Time-lapse ვიდეო 4K გაფართოებითაა გადაღებული, რამაც მნახველებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. Სამოცდაექვსი წლის ალა პუგაჩოვა კვლავ საუკეთესო ფორმაშია. გამოშვებაში ასევე ნახავთ. ინციდენტი ბაქოში მიმდინარე პირველ ევროპულ თამაშებზე. და ბოლოს დღის სხვა ამბები. რუსი მომღერალი ალა პუგაჩოვა მეუღლე მაქსიმ გალკინთან ერთად ისრაელში პროდიუსერ სემიონ მოგილიევსკის იუბილეს დაესწრო. მოგილევსკის იუბილე თამარ გვერდწითელმაც მიულოცა გალკინთან ერთად არგო იმღერა, რომელზეც პუგაჩოვამ იცეკვა. 66 წლის პრიმადონა ამ ასაკშიც კი ფორმაშია. ბაქოში მიმდინარე პირველ ევროპულ თამაშებზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ჩხუბის გამო დისკვალიფიკაცია მიანიჭეს. ინციდენტი 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მიმდინარე ნახევარფინალური შეხვედრის დროს მოხდა, რომელშიც ქართველი ფალავანი ბელორუს ვლადისლავ ანდრეევს ეპაექრებოდა. არბიტრებმა სპორტსმენები ხალიჩიდან გააძევეს და ორივეს წაგება ჩაუთვალეს.
ჩილეში მიმდინარე კოპა ამერიკაზე ბეჯგუფში მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა. მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა არგენტინის ნაკრებმა, რომელმაც მინიმალური ანგარიშით ურუგვაის წლია. ბეჯგუფში ორი ტურის შემდეგ პირველ მეორე ადგილებზე 4 ქულით არგენტინა და პარაგვაი არიან. ახლა კი ნახოთ როგორი ამინდი იქნება ხვალ. დღევანდელი საინფორმაციო გამოშვება დასრულდა. ნახვამდის.